მიერ გამოცემული კარგულებები და დადგინებული. მე მგონი ესე მახსოვს რა, თქვენ დროს იყო თუ თქვენ წინ იყო არც. ჩვენ დროსაც ჩვენ წინ იყო ხო? ეს არ იყო ცუდი პრაქტიკა, რამდენადაც ეხლა ყველა იმაში არ არის სავალდებულო რომ ყველა მითქოს იქ სადღაც ინტერნეტში და ვერც არც კვალიფიკაცია აქვს ამისო და ვერც იმას ისევ რა ქვია, მოიძიებს ამას, მაგრამ სუბდიდისავინ არკიფულოს ბატონ ჩვენ გიგვდა. არკიფულოს? სუბდიდის დაფინანსებას და მერე სუბდიდის მხრიდან მაამებლური განცხადებების კეთებას ხელისუფლებისთვის ჯობია იყოს იქ სადაც არის ახლა. აცნეში არის აუცილებელი კანონმდებლობა განსაზღვროს. რაღაც ხალხს არ უჭერთ და არ დავიჭერია. სუბდიდისთვის მაგრამ რაღაც ფორმა ნუ ეს სუბდიდია, ეს გაზეთი სუბდიდია თუ რა არის? თვითონ საზოგადოების საკრებულოს, ქალაქის საკრებულოს მიერ მიღებული რაღაც ისეთი საინტერესო საკითხები, საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხები. ყველა საკითხი არ არის ეხლა ქართულ საზოგადოებაში. თუ საინტერესოა, კეთილინებო და გამოუშვას, მაგრამ მაცხოლა გამოუშვას, ვინ გახвин ხაფინო? მე არ ლაპარაკობ, რანი კაი ადამიანი და მე არ ლაპარაკობ გაზეთ ზუგდიდელზე. ზოგადად ვიზახი, მე ზოგადად ამ შემთხვევაში თუ ზუგდიდელის კატეგორია რაღაცა ინფორმაცია მიეწოდო სხვა ფორმითაც საზოგადოებას აი ამ საკრებულო საქმიანობის შესახებ. ბატონებო ეს არ იქნება ბატონ თენგიზ მაშინ რას გვეთქვის ლაივ პრესი რას გვეთქვის რაღაცა ფორმით თქვა მე არ ვიცი რა ფორმა უნდა მოიწიოს ამისთვის საკრებულოს ხმები არის ღია და ვისაც აინტერესებს ეს